სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ორბელიანების სასახლეში ელოდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ მოლაპარაკებების ერთადერთი საგანი მხოლოდ ახალი არჩევნების თარიღი უნდა იყოს. შეთანხმება კი 29 დეკემბრამდეა მისაღწევი. სალომე ზურაბიშვილის სრულ მიმართვას სასახლიდან ჩაწერს, რადგან გუშინ რუსთაველის გამზირზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა, რომელშიც ეგრეთ წოდებული ხელისუფლების კვალს ხედავენ ოპონენტები. ქეთინა დიბაიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით ქეთი გისმენთ. ცოტა ხნის წინ დასრულდა ოპოზიციური პარტიების ერთობლივი ბრიფინგი, სადაც განაცხადეს, რომ ისინი უერთდებიან საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას, რომლის ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი და ოპოზიციის რიგებში ამბობენ, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან, ბიძინა ივანიშვილთან და მის პარტიასთან, ეს არის არჩევნების თარიღი. სხვა მხრივ და სხვა მიმართულებით სალაპარაკო ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით ოპოზიციას არაფერი აქვს, ასეთია განცხადებები ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან და ასევე უცვლელი რჩება მათი მხრიდან და უალტერნატივო, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება პატიმრების, უკანონოდ დაპატიმრებული დემონსტრანტების გათავისუფლების საკითხი. რა პერსპექტივა აქვს ასეთი შეხვედრის გამართვას? აი ამ კითხვაზე საპასუხოდ ოპოზიციის რიგებში აცხადებენ, რომ კონკრეტული თარიღის დასახელება მათ გაუჭირდებათ, ეს იქნება ამ კვირაში თუ მოგვიანებით, თუმცა ისინი ამბობენ, რომ გარდაუვალია და რომ ბიძინა ივანიშვილს ასეთი შეხვედრა ნამდვილად დასჭირდება, რადგან მისი წასვლის პროცესი არის შეუქცევადი და მისთვის დღის წესრიგში აუცილებლად დადგება უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნის სურვილი და მას მოუწევს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს არჩევნების თარიღზე დაელაპარაკოს. ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო ფორმატში მუშაობას ოპოზიციური პარტიები, მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ერთადერთ საკითხზე დისკუსიაში, როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები და რა წესებით და პირობებში უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. ანუ ვიზიარებთ სრულად სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ვადისათვლა დასწყებულია ამ კვირაში საბოლოო პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი საკითხი, რის გარშემოც შეიძლება შედგეს მოლაპარაკება არის ახალი არჩევნების თარიღი და ის პროცესი, როგორ ჩატარდება ახალი არჩევნები. ვერ შედგება მოლაპარაკება, ვერანაირი მოლაპარაკება პოლიტპატიმრების შესახებ. ეს არის მოთხოვნა, რომელსაც არც არაფერი არ დააკლდება და არც არაფერი არ მოემატება ჩვენი მხრიდან. იქნება მტკიცე ბოლომდე, სანამ არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ დისკუსია შეიძლება არსებობდეს უბრალოდ თარიღთან და ფორმებთან დაკავშირებით. ჩატარდეს თუ არ ჩატარდეს ახალი არჩევნები, ამ საკითხს სადაოდან სადისკუსიოდ არც ოპოზიციური კოალიციები და არც საქართველოს მოქალაქეები არ ვსვამთ. ეს სივრცე არის დარჩენილი, ერთადერთი სადისკუსიო სივრცე. ერთადერთი მისთანაც იქნება ეს მოლაპარაკებები არის ცხადია ბიძინა ივანიშვილი და არა მისი რაღაცა მარიონეტები. ამ ნაწილში ცხადია სალომე ზურაბიშვილმა რაც განაცხადა, ეგრე არის ცალსახად. არ შეხება იმას, რამდენად ჯერა რომ ესეთი შეხვედრა ახლა შედგება, ნაკლებად ვერ წარმომიდგენია. მე მგონია რომ ჯერ ივანიშვილი ვერ გძნობს, რომ ის უკვე წასული არის, მაგრამ დადგება ეგ მომენტი, მაგას რო ჭირდება, მაგას ჭირდება კიდე პროტესტის გაგრძელება, დადგება ეგ მომენტი აუცილებლად, როდესაც ის იგზნობს, რომ მისი დრო დამთავრებულია, მას დაჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და ის დაჟება მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ მიმართვის ადრესატის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილისგან არ მოусმენია საჯაროდ ჯერჯერობით პასუხი 28 დეკემბრამდე ის აპირებს თუ არა მოელაპარაკოს სალომე ზურაბიშვილს, ასევე ოპოზიციონერ ლიდერებს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. ჯერჯერობით პასუხისგაცემას არ ჩქარობენ არც ქართული ოცნების სხვა წევრები, სავარაუდოდ სწორედ იმიტომაც, რომ მიმართვის ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი და შესაძლოა ელოდებიან კიდეც ივანიშვილის მხრიდან პოზიციის გამხელას და ამის შემდეგ ალბათ ქართული ოცნების მხრიდანაც გაკეთდება განცხადებები. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ გუშინ მიმართა საჯაროდ საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს და 28 დეკემბრამდე, ანუ იქამდე, სანამ ქართული ოცნება პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს გამოაცხადებს, რომ შედგეს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მოლაპარაკება, ის მას ეპატიჟება ორბელიანების სასახლეში. ამ მიმართვას ცოტა ხნის წინ, როგორც მოისმინეთ, შეუერთდა ოპოზიციაც, რომელიც დღის ბოლოს ამავე საკითხთან დაკავშირებით ერთობლივ შეხვედრას გეგმავს.